მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ჩვენ ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც დაიწყო რუსეთიდან საკმაოდ უკონტროლო მიგრაციის ტალღა, გავაკეთეთ ძალიან მკაფიო შეფასება და ვთქვით, რომ საქართველოს სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება გააკონტროლოს მსგავსი მიგრაციული ტალღები. ეს არ მომხდარა არც მაშინ, არც შემდგომში მსგავსი მიგრაციული ტალღების გაგრძელებისას, რაც ჩვენ ვნახეთ არაერთხელ, რამდენიმე ტალღის სახით, ზოგჯერ უფრო მეტი იყო, ზოგჯერ ნაკლები იყო, ზოგჯერ უფრო გამდინარე ნაკადი იყო, ანუ შემოდიოდნენ და მენაკადიან სხვაგან, ზოგჯერ უფრო მეტად რჩებოდნენ, მაგრამ არც ერთ ასეთ შემთხვევაში ქართული სახელმწიფო არ დაგვინახავს. არც ერთ ასეთ შემთხვევაში არ დაგვინახავს ანალიტიკა იმისა თუ ვინ შემოდის რეალურად, რა საფრთხეშება შეიცადეს ეს ადამიანები. რამდენად ადეკვატურია ეს დემოგრაფიული უსაფრთხოების და სხვა იმ კუთხეებით, რომელსაც ნებისმიერი პატივმოყარე სუვერენული სახელმწიფო მართლაც ზომავს. და ნაცვლად იმისა, რომ რაიმე ზომა გვენახა ადეკვატური, ჩვენ დღეს ვხედავთ იმას, რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე რაც აქვს, კოდებს აღძრული, იქ არის ციტირებული, ხო, ისეთი ტიპის დოკუმენტები, ისეთი ტიპის ინიციატივები პოლიტიკური, ხო, საჯაროდ გაკეთებული. როგორც იყო მაგალითად საქართველოს დაცვის აქტი, რაც ლელომ სწორედ იმ მომენტში, იმ კონტექსტში შემოიტანა, როდესაც რუსული მიგრაციული ნაკადები ჩვენი ღმერთმენით ძალიან დიდ საფრთხეს უქმნიდნენ ჩვენს საზოგადოებრივ წესრიგს და პოტენციურად შესაძლოა ეროვნულ უსაფრთხოებას. ნაცვლად იმისა, ეს გაეთვალისწინებინათ მაშინ, ან რაიმე ადამიანური და ადეკვატური გაეკეთებინათ და სახელმწიფოებრივი პირიქით, დღეს გვიციტირებენ ამას ჩვენს წინააღმდეგ. და ჩემი ორი ლიდერის წინააღმდეგ არსებული საქმის მასალებში, იმ ფურცლებში ნახავთ აი ამას პირიქით ციტირებულს მათ წინააღმდეგ. ანუ საქართველოს დაცვის აქტი შეიძლება რომ რაღაცის წინააღმდეგ იყოს ციტირებული, თუ რუსია გვართავს, მაგრამ ჩვენ გვართავენ რუსები. და იმ აქტს, რომელსაც საქართველოს დაცვის აქტი ქვია და რომელიც შესაძლოა რუსული გავლენებისგან საქართველოს დაცვას გულისხმობდა, იმას პირიქით ისევ და ისევ საწინააღმდეგოდ უციტირებენ ასე შეფასებას ელმეტია, სანამ აი ესეთი რეჟიმი გაგვაჩნია, ჩვენ მხოლოდ ყბადაღებულ რაღაცა ფრაზებს მოვისმენთ, არაფრის მქონე ფრაზებს სუვერენულობაზე, ეროვნულ ღირსებაზე, პატივმოყვარეობაზე, ეროვნულ თვითმყოფადობაზე, იმაზე რომ ერი უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე, მაგრამ პრაქტიკაში ვნახავთ სრულიად საპირისპიროს. პრაქტიკაში ვნახავთ საქართველოს, რომელიც ქართველებისგან დაიცალა. პრაქტიკაში ვნახავთ საქართველოს, რომელშიც ბავშვებს და მოხუცებს შეათ, რომელშიც ჯარს, ბავშვებს და მოხუცებს ძარცვავენ მაღალჩინოსანი ქოცები. და მე სხვა მაღალჩინოსანი ქოცები ამბობენ წლების დაგვიანებით ამავე დროს, ხო? რომ თურმე აი ესენი კორუმპირებული ყოფილან და მე რომ ამას ვამბობდი 4 წლისა, 5 წლისა, მე ომის პარტია ვიღავი. და ერისტერი ვიღავი. და ეხა კობახიძე რომ ამბობს, რომ თურმე ჯარის მძარცველები არიან მათ რიგებში. თვითონ კობახიძე არის ხო უმრავლესობის ლიდერი, ჯერ ერთი გუშინ წინ ჩამოვარდა ციდან. როცა ლილუაშვილი და სხვები ძარცვავდნენ ამ ქვეყანას, კობახიძე სად იყო? შემთხვევით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ხომ არ იყო? პარლამენტის სპიკერი ხო არ იყო? ანუ იმ უწყების პირველი პირი იყო, რომელიც ამას შადიოდა. მაბადეთ, რომელიც პირიქით და რომელიც დროსაც ამას შადიოდნენ და რომელსაც ეს უნდა გაეკონტროლებინა. და ეხლა რომ გაოცებულები არიან, მათი კოლექტიური სახელი არის სწორედ ჯარის, ბავშვების, ბაგაბაღების და მოხუცების ძარცველი ხელისუფლება. და ნაცვლად იმისა, რომ აი სუვერენულობაზე, როგორ ვთქვათ, რაღაცა აქცენტი კეთდებოდეს მართლა, ნაცვლად იმისა, რომ დემოგრაფიაზე კეთდებოდეს აქცენტი, ნაცვლად იმისა, რომ ვაძლიერებდეთ პრიორიტეტულად იმ ჯგუფებს, ვისაც დახმარება ჭირდება და ბავშვზე და მოხუცზე უფრო მეტად ვინ არის გასაძლებელი ქვეყანაში, თუ რაიმე სუვერენულზე და დემოგრაფიულზე, სოციალურზე საუბარი. ნაცვლად ამისა ბრტყელ ფრაზებს ვისმენთ, მაგრამ ეს ქვეყანა არის რეალურად გადაფორმებული რუსებზე, არაბებზე და სხვებზე. ქართველი ადამიანისთვის აქ არაფერი არ ხდება და ერთადერთი რამ, რაც ქართველი ადამიანისთვის აქვს სათქმელი და ქართულში მე ვგულისხმობ იმედია ცხადია ყველა ჩვენს მოქალაქეს, საქართველოს ხალხს, ბუნებრივია ჩვენთვის, ვინც ამ ერის ტრადიციული შემადგენელი ნაწილი ვართ და მკვიდრი ვართ და ვისი სახელმწიფოც ეს არის, ჩვენთვის ერთი გზავნილი აქვს ამ რეჟიმს. გადაშენდით, წადით და გადაშენდით. აი ამის გარდა არაფერს არ გვეუბნება და ერთხელ წამოწდა იმ არც თუ ისე ბრძენ კაცს, ხო? გვახსოვს ჩვენ ძალიან კარგად, რომ აქ არაფერი გამოვაო. ჯერ კიდე წლების წინ, ეხლა სანატრელია უკვე ის დრო, როცა ეგ წამოწდა, მაგრამ წამოწდა, ხო? აქ არაფერი არ გამოვაო. წადით და იმუშავეთ პოლონეთში, გერმანიაში, იმ რაღაცა, ესე იგი, რაღაც ბოსტნემშიო, ხო? მე გიყიდით ბილეთებს და წადით, იმიტომ რომ აქ სამუშაო ადგილებს არ შეგიქმნითო, არც პერსპექტივას არ გაგიჩენთო, არც იმის შანსს არ მოგცემთ, რომ თქვენმა ბავშვებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონო. აქ მარტო ჩვენ გავძღებით და გავიპოხებით თქვენი ავლადიდებით და ფულით. აი თქვენ უნდა ამოწყდეთ და გადაშენდეთ. აი ესენი ქოცური მარტივად ერთი სიტყვით ქოცური პროგრამა ქართული ხალხისთვის. რუსეთის მხარე ერთ დღეში 20,000-ზე მეტ მგზავრს ასახელებს, საქართველო კი 7,880-ს. რითი აიხსნება თქვენთვის მონაცემთა შორის ეს სხვაობა?
ხო, ნუ ეს ძალიან ბევრ კითხვას ბადებს, ეს პირველი არ არის სხვადასხვა აქვე თქვა, შესაძაც ქართული ოცნების რეჟიმი პოლიტიკურად манипуლირებს ციფრებით, მათ ეს დემოგრაფიულ მაჩვენებლებშიც აქვთ, აი რო გეუბნებიან რომ გაიზარდა მოსახლეობა, მაგალითად, აი რომ манипуლირებენ ამ ციფრით, მაშინ ეს ქართველები გადიან, აი კითხვა ხო ჩდება, საიდან გაიზარდა. ხო, მე შესვლა გასვლის ბალანსები არ ჯდება ხოლმე, არაერთი ესეთი ცნობილება არსებობს, გეგონებოდ ციდან ჩამოვარდა ხალხი, ხო? და ამითი გაიზარდა, ხო? აი ეკონომიკური ზრდის არ იყოს, რომ გეუბნებიან გაიზარდაო და მე ვისთვის გაიზარდა ხო ვიკითხოთ. რა ვიცი, ხალხი შიმშილობს ისევ და ვისთვის გაიზარდა. ამიტომ ციფრები და კოდები არ უნდა გავაანალიზოთ, აზრი არ აქვს. 13000 ადამიანი შეიძლება უბრალოდ რომელიღაცა წილოსანმან ზარქვა თქვას, რომ 13000 ადამიანი გაქრა უბრალოდ, ხო? სად კოცი და სად რამე რაციონალური. თუმცა ჩვენ ამ საკითხს რა თქმა უნდა მივადევნებთ თვალყურს, მაგრამ თავარი არის ის, რომ პასუხისმგებლობა არის 0. იქ 20 შემოვა თუ 7 შემოვა რისკი აი სიტუაციის არის ერთი და იგივე. რატო? იმიტომ რომ იდიოტები გვმართავენ. იმიტომ პრობლემა ამაშია, გესმით? პრობლემა იმაშია, რომ არავინ არ არის პასუხისმგებელი არაფერზე ამ ქვეყანაში. პრობლემა იმაშია, რომ ყველაფერი ისე ხდება ჩვენს ირგვლივ, რომ ალალბედზე ვართ მიტოვებული როგორც ხალხი, როგორც ერი. არავინ არაფერზე არ დაგვიცავს, არავის არაფერზე პასუხი არ ექნება, როგორც აქამდე არ ქონია, არავინ არაფერზე პასუხისმგებლობას არ აიღებს. ამიტომ იქ 7 შემოვიდა თუ არ ვიცი მართლა 20 შემოვიდა, მაპატეთ, მაგრამ იდიოტები გვმართავენ და სიტუაცია არის კრიტიკული და ძალიან სავალალო. სანამ აი ესეთი ხალხი გვმართავს, სიტუაცია არის 20 შემთხვევაშიც და 7 შემთხვევაშიც ძალიან სავალალო. და ახლა კოდები და ციფრები მიმეორებ არიან, რა თქმა უნდა, ცადა მიწა ხო ისე ჭრიან და კერავენ ყველა ინფორმაციას და ყველა ციფრს манипуლაციურად, როგორც ყველაფერს სხვას. ამიტომაც მე ამ ანალიზს დიდად არ მივყვებოდი, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ მივადევნებთ ლარსის ამბავს საერთოდ ყურადღებას, ის როგორც 2022-ში ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმო, რომ იქაც ვიყავით, სწავლობდით ადგილზეც და საქართველოს დაცვის აქტით შევთავაზებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებას. ქართული ოცნების რეჟიმს ეს არ გაუთვალისწინებია, იმიტომ რომ არიან უპასუხისმგებლო, აი ისევ აქ მივდივართ, იმიტომ რომ ქართველი ხალხის საკუთარი ერის ინტერესები არ ადარდებთ. ისინი ამოდიან რეჟიმის უსაფრთხოების ინტერესებიდან და აი თუ დააკვირდებით, არა მარტო შიდა პოლიტიკაში, გარე პოლიტიკაშიც, ხო, საგარეო პოლიტიკაშიც, რეალურად რეაგირებენ მხოლოდ ისეთ რაღაცებზე, რაც რეჟიმს ეხება. მაგრამ არა იმაზე რაც ქვეყანას ეხება, ხო? მაგალითად ირანის ელჩი ქვეყანას რო დაემუქრა, არ რეაგირებენ, მაგრამ როგორც კი რეჟიმს შეეხო ვიღაც ევროპიდან, რეაგირებენ, ხო? აი ძალიან მარტივია, კოცისთვისაც კი მარტივია დაინახოს, რომ მხოლოდ რეჟიმზე რეაგირებენ, რეჟიმზე არიან მომართული, რეჟიმის უსაფრთხოებაზე არიან მომართული. და როგორც კი თქვენ გეხებათ საქმე, მეგობრებო, ჩვენ ხალხს საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი. მთავარია თვითონ იყვნენ კარგად. აი ამიტომაც უნდა გაუშვათ ისინი პოლიტიკურ სანაგვაზე, იმიტომ რომ მათი ინტერესი არ არის არაფერი ეროვნული. ბატონ გრიგოლ, თქვენი პარტია საფენსიო ფონდის გაუქმებას და სისტემის სრულ რეფორმას ითხოვს. ამ შესახებ ბრიფინგიც გქონდათ თქვენ, როგორც ამბობთ, მოქმედი დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქალაქეებს საკმარის სარგებელს ვერ აძლევს და ინფლაცია დანაზოგზე რეალურად უფრო მზარდი, ანუ ინფლაცია დანაზოგის რეალურ ღირებულებას ამცირებს, ხო? დაახლოებით ასე ჟღერდა თქვენი ბრიფინგის მთავარი შინაარსი, უფრო მეტი მკაფიობა რომ შესძინოთ ამ ინიციატივას გისმენთ. ნახეთ, ჩვენ ვამბობთ, რომ მთელი სისტემა არის ფუნდამენტურად გარდასაქმნელი. დღევანდელი მოწყობა, აი ქოცური მოწყობა არ მუშაობს რეალური საშუალო მოქალაქის ინტერესებზე. არც საპენსიო კუთხით, არც სოციალური კუთხით, არც დემოგრაფიული კუთხით, არც ეკონომიკური კუთხით, არც ფასების კრიზისის, რომელიც მართლა უმძიმესი შემზარავად მძიმე პრობლემაა, ხო, რეალური ქართველისთვის, ყველა დამეთანხმება, ვინც უბრალოდ ხელფასით ირჩევს თავს, ხო? არც ერთი კრიტიკული მიმართულებით ეს ეკონომიკური პოლიტიკა, ეს ფინანსური პოლიტიკა და ეს პოლიტიკური შინაარსი, იმიტომ ამას ყველაფერზეა გავლენა, ის რომ შენ ხარ იზოლირებული, ის რომ შენ არ ხარ სანდო, ის რომ რეალურად შენ პერსპექტივას ვერ უქმნი ადამიანს, ის რომ აქ ინვესტიცია არ შემოვა, იმიტომ რომ ინვესტიცია ზომავს დიახაც პოლიტიკური ვერი, დიახაც ფინანსური, როგორ ვთქვათ, მედეგობა და ჯანმრთელობა, დიახაც ის თუ რამდენად ხარ მისაღები და სანდო პარტნიორი. როდესაც აქედან შენ არაფერ გაკეთებია და პირიქით სპობ წლებია პოლიტიკურ ნდობას, სპობ წლებია რეპუტაციას. როდესაც
ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ იზოლირებული გახდე. როცა შენს ირგვლივ ხდება უნიკალური რაღაცები, Nvidia შედის სომხეთში, Firebird-ში 5 მილიარდი იდება წარმოიდგინეთ, ათობით ათასი ახალი სამუშაო ადგილი იქნება თბილისიდან რაღაცა 3-4 საათის გზაზე, უფრო ახლოსაც კი, აი 5 მილიარდი. ყველა წამი დავაპაუსოთ, 5 მილიარდი შედის სომხეთში, მაგრამ თან რომელი 5 მილიარდი შედის, ხო, სომხეთში? 5 მილიარდი, რომელიც რეალურად ახალი ინდუსტრიის დასაბამთან არის, ხო? აი შემდეგ საუკუნეებსო განსაზღვრავს. ეგეთ ინდუსტრიაში მოიკიდა დასაწყისში ფეხი სომხეთმა. ამ წარმოიდგინეთ, სომხეთი შემდეგი 100 და 200 წლის განმავლობაში სად შეიძლება წავიდეს, ხო? საერთოდ აი მართლა კოსმიური გავარდნა იქნება სომხეთს, ხო? სანამ ეგერ კობახიძეს რაღაცა კოსმოსის შეხვედრაზე პატიჟებენ და ეხლა ეს უხარია პროპაგანდას. აი ეგერ სომხეთი მართლა კოსმიურად წინ გავარდა და ჩვენ დავრჩით ჭაობში. ჩვენ ვართ იზოლირებული. ტრამპის კეთილდღეობის გზამ აგვერა გვერდი, ინვესტიციამ აგვერა გვერდი. სომხეთში იქნება სამუშაო ადგილები. ანაკლია ესეო აუშენებელია. ქართველი ადამიანი არის ისევ გაჭირებული. ფასების კომისია შექმნეს და მისი მუშაობის დროს ფასები გაიზარდა. რომელი ერთი ჩამოთვალო, ეხლა კაცი, რომელსაც ოქროს ზოდები ჰქონდა, რა ქვია, გატაცებული და კამოჩი უპოვეს რამდენიმე მილიონი, ეგ კაცი გვეუბნება, რომ მე და კორუფცია რა შუაში ვარ, ხო? და ეხლა არ მინდა და ლაპარაკი, ეხლა დავიწყებ, რა აქ სალაპარაკო მანკაც. მაგრამ ერთი მინდა კითხოთ, ერთი მინდა ამ თემაზე, რადგან ჩამოვარდა საუბარი, თქვენ ახსენეთ კორუფციული სქემები, როგორც ოცნების პრაქტიკა, მაგრამ რაიმე ახალი გაიგო ოცნების ამომრჩეველმა მთელი ამ პროცესიდან, რომელსაც თქვენს ტაქტიკურ შესაძლებლობად გამოიყენებთ? მე ვფიქრობ ისინი მათ პირველი გაიგეს ის რომ ვირთხების რბოლაში არის ჩართული მთელი ქართული ოცნება. მე ვფიქრობ ვისაც თვალი და ყური აქვს და ვისაც შეიძლება ელემენტარული აზროვნება უკვე ძალიან მკაფიოდ უნდა ხედავდეს რომ პირველი ბიძინეევანიშვილი არავის არ დაინდობს. აი მისი პაჟი იყო ხო? კობახიძისგან განსხვავებით ეს პიროვნება ესე იგი ღარიბაშვილი იყო მისი მართლა მისი ხელქვეითი, მისი პაჟი ხო? რაც გინდა ის უწოდეთ ხო? და მისი მცირეწლოვანი შვილი დაარბენინებდა და საპირფარეშოებში ბავშვებს ატერორებინებდა ხო? ანუ მაპრე ხელის ბიჭი იყო ხო? აი ეს იყო რაც გინდა ის უწოდეთ ხო? რასაც აი რაღაცა ძვალსო გადაუგდებდა აბა მომიტანევა, ეგ იყო ხო? ღარიბაშვილი. ეგეთი სანდოობის პირიც კი არა თუ კობახიძე, რომელიც მე ყავს გაცნობილი ხო და სულ სხვა სქემაში. ეგეთი სანდოობის პირიც კი ისთვის გაწირა ნახეთ. ეს კაცი ნორმალური შევა რომელიმე კოდს ეგონოს, რომელიმე ამორჩეველს ქართული ოცნებისა. ანუ პირველი და მთავარად მათ უნდა გაეგოთ არის რომ ეს კაცი ყველას წირვას გამოუყვანს და პირველ რიგში მათ საკუთარ ხალხს, საკუთარი მინისტრები, საკუთარი პრემიერები, საკუთარი თავდაცვის მინისტრები, საკუთარი შინაგანსაქმეთა მინისტრები ყავს, ან ყველა ყავს დატყვევებული, ან საქმეებს უპირებს, ან უკვე დაუპირა, ხო? ეს კაცი არის რაღაცა პარანოიული, ძალიან დიდი სნეულებით შეპყრობილი, ხო? არ არის ეს ნორმალური ადამიანი. და თუ ეს ვინმე ვერ გაიგო, მას ალბათ ასევე პრობლემი გააჩნია. ეს ერთი, მეორე, დაინახა ვირთხების რბოლა და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კაფიოდ შენ თუ ხარ რაღაცა მაინც ნორმალურობის და ადეკვატურობის მატარებელი უნდა დაინახო რომ ეს უნდა დამთავრდეს. ამას ყველა შეეწირება. თვითონ შეეწირებიან პირველი, მეორე, მაგრამ ჩვენი ქვეყანაც ეწირება. აი ხა რა ჩამოთვალე 2 წუთის წინ სომხეთშიაც ხდება, ხო? ინვესტიციების კუთხითაც ხდება, რეგიონში რა დინამიკაც არის. არაფრის ნაწილი რო არ ხარ აქედან. რა მშვიდობა გონია რომ გაქვს, ხო? აი თუ მართლა მშვიდობა მოხდა, ხო? 40 წლიანი კონფლიქტი დამთავრდა. ამხელა ინვესტიცია შევიდა. აქედან არაფრის ნაწილი რო არ ხარ, რა მშვიდობა და კეთილდღეობა გაქვს. რაში გამოიხატება, როცა მართლა მოხდა, სანამ ესენი ამაზე ბოდიალობდნენ, მშვიდობა გვინდა, კუნძული ვართ, მართლა მოხდა მშვიდობა ვონთ სხვაგან, ძალიან ახლოს, ისტორიული კონფლიქტი გადაიჭრა, არნახული ეკონომიკური ინვესტიცია შევიდა, ახალი რაღაცები შენდება, ათობით და ასობით ათასი ადამიანი საქმდება ჩვენგან ყურისძირში და ჩვენ პირიქით ჩვენ რა უნდა ქონოდა ეს ყველაფერი? ჩვენ საერთოდ აღარა ვართ განხილვის საგანი. არა თუ ანაკლია არ გვაქვს, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობაც აღარ გვაქვს. მარტო ჩვენ ქონდა წარმოიდგინეთ ეს პარტნიორობა ხო წლების წინ. მარტო ჩვენ ქონდა ამ რეგიონში. ეხლა მარტო ჩვენ აღარ გვაქვს. აი სრული შემოტრიალება ხო ვითარების ხო? ეხლა რაც არ უნდა ხოცი იყო და რაც არ უნდა არ ვიცი გიჭირდეს რაღაცებს. აი ეს ფაქტები როგორ უნდა გაიგო? ეს არის მართლა 2-4-4-ია ხო? და გზა გვაქვს რომ აი ეს გზა გვიშველისო ხო რა გზა გიშველის ვერ გავიგე იმ გზაზე ნაზუქის გარდა ვერაფერს ვერ ყიდი. ეს გზა გიშველის? თუ ეს გზა არც ანაკლიაში არ წავიდა, არც ტვირთის გადატანას არ მოხმარდა, არც გეოპოლიტიკური შინაარსით არ დაიტვირთა. ხო, რა ვიცი, გავყიდოთ ზედ მარტო ვაშლი და ნაზუქი.
და გვეგონოს 2026 წელს ამით გადავრჩებით. როცა იქ უკვე ხელოვნური ინტელექტის ქარხანა შეიქმნა სომხეთში, ახალ ეპოქაში დარეგისტრირდნენ, ხო? და ის გზაც აგვივლის ჯერ-ერთი. ის ნაზოქის დავაშიც არის აღარ ენდობა, მალე, იმიტომ რომ უკვე 240 მილიონი გამოიყო მაგ გზის დასახვეწად. აი ეგრე ერთი კვირის წინ. და ეს ქოცური მითი რომ ეს გზა გვაქვს და მაინც გადაგვარჩეს ტრანზიტი, ეგეც დაგვრჩება აბსოლუტურად ისე რაღაცა უეფექტოდ, იმიტომ რომ არანაირ რეალურ ღირებულებას თუ გზა არ გამოიყენეს, მხოლოდ გზა არ ატარებს და იმ გზაზე წაუვლის სხვა გზები და ჩვენ დავრჩებით ასე იზოლირებული. ამიტომ დროზე უნდა მოვიშოროთ მშვიდობიანად, დემოკრატიულად, მაგრამ დროზე უნდა მოვიშოროთ ეს მავნე ანტისხეული სახელად ქართული. მადლობა გრიგოლ გეგელიას.